სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ 53 ნაწილზე გადავედით, რომელიც ჩაწერილი 1994 წლის 9 იანვარს. შემდეგ კითხვა ჩვენ მე მგონი განვიხილეთ. მე მგონი კი არა ეს ნამდვილად იყო, მაგრამ ეხლა კიდევ დაისვა ეს კითხვა. და მე დავასათაურე ესე. იესო ქრისტე მთელი კაცობრიობისთვის მოკვდა თუ მხოლოდ რჩეულებისათვის. მე მინდა რომ პატარა შესავალი გავაკეთო, ადრეც ვახსენე ამის შესახებ, პროტესტანტულ სივრცეში ძალიან დიდი დებატები მიმდინარეობს ამის შესახებ და ეს არის ადამიანური მცდელობა, ფილოსოფოსების მცდელობა, რომ რაღაცნაირად ზედმეტი კითხვები დასვან იქ, რაც ამოუცნობია და ჩვენი გონებისთვის შეზღუდული. ანუ პარადოქსულია, როგორ მოქმედებს ღმერთი. ის კი არა, ადამიანებზეც რო არის საუბარი, თუ ადამიანი ღმერთთან ერთად დადის და ღვთისმიერი ადამიანია, მართლაც იმის შემეცნება ცოტა რთულია. ხელოვნურად კი არ უნდა გააკეთოს ეს ადამიანმა. ამასთანავე ლაპარაკი იყო, რომ ქალი როდესაც კაცს შეიცნობს, ინტერესს კარგავსო მასთანო. ახლა რაც არ უნდა თქვენ ხელოვნურად მოინდომოთ ეს, ხო, რომ შეუმეცნებადი იყოთ, ეს თქვენ არ გამოგივათ. ყოველთვის შეგივეცნებთ თქვენ და სატანასგანაც შემეცნებული იქნებით. მაგრამ თუ ადამიანი ჭეშმარიტად ღმერთის გვერდზე დადის, ის ყოველთვის იზრდება სულიერად და ემსგავსება ღმერთს, ხომ? მართლაც იმის შემეცნება ესე უბრალოდ ადამიანური თვალით, ხო, შენი პირადი გამოცდილება ცოტა რთულია და რაზეა ლაპარაკი? აი მაგალითად, ამა თუ იმ შემთხვევაში შეიძლება ქრისტიანი ძალიან პარადოქსულად მოიქცეს და არ იყოს კონვენციური ან ტრადიციული საქციელის მიმბაძველი. აი მაგალითად თქვენ ელოდებით ამა თუ იმ შემთხვევაში, რომ ის გაბრაზდება და ამ დროს ის არ გაბრაზდება, პირიქით გამოაჩენს სიყვარულს და სითბოს. და როდესაც თქვენ ელოდებით სითბოს და სიყვარულს, უცებ გაგიკვირდება, ვაიმე, რატო აფეთქდა, რა ეწყინა, რა მოუვიდა, გესმით? რაზეა ლაპარაკი? იმიტომ რომ ადამიანები ყოველთვის ადამიანური თვალით იყურებიან და ქრისტიანი ადამიანი, ვინც სულით დადის, სულიერი ადამიანი, ის უკვე ძალიან და იმის სულიერ ადამიანს შეუძლია სულიერ ადამიანის თუნდაც გამოცნობა ამ საქციელში როგორი მოქმედებს და არ გაუკვირდება მას, თუ დაინახავს ადამიანი ძალიან არაორდინალურად მოიქცევა რაღაცა გარკვეულ სიტუაციაში, სადაც მაგალითად ადამიანები უფრო ირჩევენ ეთიკეტს, ან ცდილობას, ან თავშეკავებას. გესმით რაზეა ლაპარაკი? აი მაგალითად ქრისტიანი ადამიანი არის პრინციპული, მაგრამ ამავე დროს ყველანაირად მოსიყვარულე. ესე იგი, შეიძლება დადგეს საკითხი, სადაც ძალიან ბევრს ქონდეს ადამიანური შეხედულება, თუნდაც ოჯახურ საკითხში ან ამბისმერში და ქრისტიანი ადამიანი უკვე ესეთი პრინციპი გამოიჩინოს, რომ განაწყენდეს ძალიან ბევრი. ის არ გაითვალისწინებს ადამიანების შეხედულებებს, გესმით? ან ვინმე ავტორიტეტის, თუნდაც ავტორიტეტი ძალიან ძლიერი იყოს და ის ცდებოდეს. არა, მას სულიწმინდა ალაპარაკებს და კრიტიკულ შემთხვევაში ის კრიტიკულ პოზიციას დაიჭერს. ასე რომ აი ეს დღევანდელი ეს კითხვაც, ხო, მაგას უკავშირდება თუ როგორ არის ღმერთი, რომელიც ურწმუნო ადამიანებს და ეს ქრისტეს შემდეგ მოხდა ძალიან, რომ ეს ზოგადი მადლი, საერთო მადლზე იქნება ლაპარაკი. ჩემთვისაც ეს აღმოჩენა იყო ალბათ 10 წლის უკან მოვისვენე პირველ რიგში და ეს ბიბლიიდან არის ზუსტად და ჩვენ ბიბლიურ მოხლებსაც მოვიყვანთ, რომ ესეთ კურთხევას იძლევა ურწმუნო ადამიანებზე. და აი მაგალითად ლაპარაკი იყო თუნდაც საბჭოთა კავშირის პერიოდში როგორი მადლი ქონდა საქართველოს, აღარ ლაპარაკობ სხვა ერებსაც, ხო? მიუხედავად იმისა, რომ სიტყვით არ აღიარებდნენ, მაგრამ ზოგადი მადლი ისეთი იყო ღმერთის, რომ იძლეოდა ნიჭებსაც, სიუხვესაც, მიწიერი თვალსაზრისით. ეს დროებითია. ეს დროებითია, თუ შენ არ მიაგენი ამ წყაროს და არ განადიდე ის, რა თქმა უნდა დაგეკარგება და ეს მოხდა ჩვენ შემთხვევაში, არა თუ არ მივაგენი ჩვენ, პირიქით უფრო გავაბრაზეთ ჩვენ ცოცხალი ღმერთი, როცა დავიწყეთ სულიერი მრუშობა აი ამ საფლავების და მკვდრების რელიგიით, რომელსაც ქვია მართლმადიდებლობა საქართველოში. უწმინდური ადამიანის გაწმენდით, გამოაცხადეთ სპეტაკადილია მეორე, აი ყველაფრით, ხო, ჩვენ უფრო განვარისხეთ ღმერთი. რაც შეეხება სკანდინავის ქვეყნებს, იცით რომ ყველაზე ათეისტური დღეს ეგენი არიან, ნახეთ მიწიერი სიუხვე როგორია. თუნდაც როგორი სიუხვეა ქათარში, საუდი არაბეთში, ემირატებში.
ეს ყველაფერი ღმერთის ზოგადი მადლია. Როგორი სიუხვე იყო და მიწიერი დაუშვათ იდილია დღესაც ვინ ჩადის იაპონიაში. ჩემი ოჯახის წევრებიც იყვნენ, ახლა ხანაც ვლაპარაკობთ იმაში, თუ რამდენი დადებით ფაქტორს აღმოაჩენ. თუნდაც ახლა ჩინეთში. აი ჩინეთი გადახედეთ რა ხდება და ყველა ფიქრობს რომ ტარიფებს და იმას ნახეთ, უკვე წავიდა იმის ტრამპი და იქით პირობებს უყენებს ახლა ქსი. ხედავთ როგორი არის ჩინეთში, ასევე სამხრეთ კორეაში. ასევე იყო თავის დროზე დასავლეთში ყველგან, მაგრამ ნელა ღმერთის მადლი, ეს ზოგადი მადლი დროებითია და ამოწურვადი. მაგრამ სულიერი როდესაც არის მისი რჩეულებისათვის ეს მარადიულია და ისეთი ადამიანები უკვე მიწიერში კი არ ეძებენ როგორც პიროვნებამ რო თქვა რა იმ დალოცვილმა ღმერთს ეთქვა იმ დალოცვილმა თქვენ ვერ გაგამდიდრეთ თუ მილიონები თქვენ ანუ ელონ მასკს და ბიზნეს რო აძლევს აი ეს არის ძალიან ისეთი პატარა ბავშვური შეხედულება გესმით როცა შენ ელოდები ღმერთისაგან რომ მილიონერი გაგხადოს შეიძლება გაგხადოს და შეიძლება სატანამ გააკეთოს და სული წაეწყმიდო. აი ამაზე გვაფრთხილებდა იესო ქრისტე და იესო ქრისტეს დარიგება რა იყო? დაჯერდი თუ გაქვთ ტანსაცმელი და საკვები. და საცხოვრებელზეც არ იყო ლაპარაკი. ეს არის ქრისტიანების სურვილი, რომ მათ ეს არ უჭირდეთ. და ჩვენ კიდე მე მაგაზე მეც გვაძლევს იესო ქრისტე, ხო? ასე რომ ჩვენ არ უნდა შეგშურდეს ზოგადი მადლის, მე არ მინდა მარტო ზოგადი მადლი. მე მინდა ის მადლი რომელიც მე მარადისოვნად მიმიყვანს, რომ არ მომაშოროს ღმერთმა ის მადლი, რწმენის მადლი, გაზრდის, სულიერი გაზრდის მადლი, რომ ბოლომდე მასთან აღმოჩნდა და იქ უკვე ტრილიონერები ვიქნებით ჩვენ, ტრილიონერები და მეტი კიდე უთვალავი. და საერთოდ სიმდიდრეს იქ ფასი არ ექნება, ხო? მარადისობაში. აბა განცდაში გაატარეთ რა არის მარადისობა. რა არის წამიერი 70-80 წელი სიცოცხლე, როგორც როკიფელერის მეუღლე, რომელმაც მოითხოვა, მამაჩემს უყვარდა იგისა, ბრილიანტის კაბა, ჩაიბღუჯა და ვეღარ გამოგლიჯეს მას სიკვდილის წინ. ასე რომ ეს არის ბედნიერება, იცით როკიფელერი ალბათ ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო, დღევანდელი GDP-თ არ შეედრება ვერცეთი მაგას. ბოლო პერიოდის იყვნენ უფრო ძლიერები, უფრო დიდრები კიდე სოლომონი საერთოდ და იყვნენ უფრო მდიდარი ადამიანებიც რო იცოდეთ ხო, მაგრამ როკიფელერი ბოლო პერიოდის ეს იყო უმდიდრესი ადამიანი თავის დროისთვის, ნავთობის მაგნატი. ეს მინდოდა უბრალოდ შესავლის თვალსაზრისით ვთქვათ, მოდით მოусვინოთ ახლა ჩვენ პიროვნება რომელიც სვავს. სალამი ჯონ მოგესალმებით, შეგიძლიათ დააზუსტოთ გამოსყიდვის მასშტაბები, შეზღუდული და შეუზღუდავი. ჯონ მაკარტური პასუხს როგორც გითხარით მე დავასათაურე იესო ქრისტემ მთელი კაცობრიობისთვის მოკვდა თუ მხოლოდ რჩეულებისათვის. ანუ ეს გამოსყიდვა, რაც იესომ გააკეთა ჯვარზე, ეს ყველასთვის გააკეთა თუ რჩეულებისთვის. და ეს ლოგიკური დასკვნა არის გამოტანილი არასწორი აზროვნებისაგან, ჩემი თუ გაინტერესებთ, ხო? ახლა მოусვინოთ ჯონ მაკარტურს ეს. ახლა არ ვიცი შემიძლია თუ არა ამის გარკვევა, მაგრამ შემიძლია შევეცადო ერთგვარად მოგაწოდოთ უბრალოდ შინაგანი, ესე ვთქვათ, ეს საიდან მოდის ეს შეხედულება. ადამიანები ყოველთვის სვამენ ხოლმე ამ კითხვას, გამოსყიდვის მასშტაბებთან დაკავშირებით. და კითხვა ძირითადად ასეთია და ამაში მდგომარეობს. იესო ქრისტე მთელი მსოფლიოსთვის, კაცობრიობისთვის მოკვდა თუ მხოლოდ რჩეულებისათვის. ახლა ჩვენ გვწამს ღმერთის მიერ გაკეთებული არჩევანიც. რადგან ბიბლია ნათლად ამბობს, რომ რჩეულები, ეს ადამიანები, მორწმუნეები არჩეული იყვნენ სამყაროს შექმნამდე. და მასის სახელები ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში. იმ დროს, როდესაც ისინი ქრისტეს კუთვნილი გახდნენ, როგორც მამის სიყვარულის საჩუქარი. და სწორედ ეს არის ღმერთის არჩევითობა და ჩვენ წინასწარ ვიყავით განკუთვნილი ღვთისშილებად აყვანისათვის. იცით ხომ ეს გაგება. ამიტომ ჩვენ გწამს არჩევანის. შემდეგ ჩდება კითხვა. მხოლოდ რჩეულებისთვის მოკვდა ქრისტე თუ მთელი მსოფლიოსათვის. და ეს დებატები ამაზრის გარშემო გაუთავებლად ტრიალებს და გრძელდება. თუ ქრისტე მთელი კაცობრიობისთვის მოკვდა, მაშინ მის მოკვდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მან არ გადაარჩინა და არ აირჩია და შესაბამისად ხრიდან ძალისხმევა მისი ეს ფუჭი იყო და დაიკარგა. ხედავთ, ლოგიკურად თუ გაყვებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
და ეს არის ფილოსოფიური მიდგომა, უნდა ვიცოდეთ. ის კვდება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ისედაც არასოდეს უნდა გადარჩენილიყვნენ. რა გამოდის მაშინ, ხო? იესო თუ მთელი სოფლიოსთვის მოკვდა, მაშინ რატომ ვერ გადარჩა ის ადამიანი და ვინ მიდის ჯოჯოხეთში? ხედავთ? ამიტომ რატომ შეიწუხა თავი მათი სიკვდილისათვის? ეს არის ლოგიკური, ადამიანური, ფილოსოფიური ჩხრეკვა. ახლა პირველ რიგში ეს ადამიანური მსჯელობის მთელი წყებაა და სწორედ ეს ართულებს საქმეს. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე მოკვდა, ის ნამდვილად მოკვდა და ღმერთმა იცოდა, ვის მოუტანდა მისი სიკვდილის სარგებელს. ხომ მართალია, ხომ მეთანხმებით ამაში? ღმერთმა არა მხოლოდ იცოდა ის, თუ ვის მოუტანდა მის სიკვდილის სარგებელს, არამედ ასევე გადაწყვიტა ისიც, თუ ვის მოუტანდა მისი სიკვდილი ამ ხსნას. მან გადაწყვიტა, ვის მოუტანდა მის სიკვდილის სარგებელს, სანამ თავის სიკვდილს დაგეგმავდა კიდევაც. რადგან ის თავის სიკვდილს არ დაგეგმავდა იმის გარეშე, რომ ამ სიკვდილით არ განეხორციელებინა ასევე გამოსყიდვაც. ასე რომ ამ წესრიგის კატეგორიაში ეს მისაღებია. კენ და მიმართავს კენს თავის მეგობარს, თეოლოგიის პროფესორო. მეთანხმები ამაში? მე გულისხმობ იმას, რომ თქვენ საშუალებებს არ დაგეგმავთ, მანამ სანამ არ გაარკვევთ და არ დაგეგმავთ, რა არის ამ საშუალებებისთვის მიზანიც, რა მიზანს ემსახურება ეს საშუალებები. ამგვარად ღმერთმა თავიდანვე იცოდა, რომ ეს იესო ქრისტეს სიკვდილი რჩეულებზე იქნებოდა გამოყენებული. ამის გარდა მე არ შემიძლია იმის თქმა, რომ არსებობს გარკვეული გზები და შეგიძლიათ იპოვოთ გარკვეული მუხლებიც კი, რომლებიც როგორ ჩანს, მხოლოდ რჩეულებზე ვრცელდება გამოსყიდვა. და შეგიძლიათ კიდევ გაცდეთ ამას და არსებობს პირველ რიგში რამოდენიმე გზა, რომლითაც ქრისტეს სიკვდილი ეხება ასევე ზოგადად ყველას. ადამიანები, რომლებიც არ იქნან ამორჩეული და უმწევნ მდგომარეობაში იყო. და რასაც წლების განმავლობაში თეოლოგები უწოდებენ საერთო ზოგად მადლს. თქვენ იცნობთ ალბათ ამ ტერმინს, მადლი, რომელიც ყველასთვის საერთოა. მაგალითად, მოციქულთა საქმეების მე-14 თავში მე წავიკითხა მე-11 მუხლიდან, ხალხმა რომ პავლეს მიერ მოხდენილი სასწაული დაინახა, ხმა იმაღლა და ლიკონიურად თქვა, ადამიანებს დამსგავსებულან ღმერთები და ჩვენთან ჩამოსულანო. უწოდეს ბარნაბას ზევსი, ხოლო პავლეს ჰერმესი, რადგან სიტყვაში პავლე უფროსობდა. ზევსის ქურუმმა მისი ტაძარიც იმ ქალაქის წინ იდგა, კარიბჭესთან ხარები მორეკა და გვირგვინები მოიტანა. გადაწყვეტილი ქონდა ხალხთან ერთად მსხვერპლი შეეწირა. ეს რომ მოციქულებმა ბარნაბა და პავლემ გაიგონეს, ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვლიდნენ და შეხვირეს. კაცნო, ამას რას ჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვარ და გახარებთ, რომ ამაო კერპთაგან ცოცხალი ღმერთისაგან მოიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა, ზღვა და ყველაფერი რაც მათშია. რომელმაც წარსულ თაობებში ყველაერი თავის გზაზე სასიარულოდ მიუშვა, თუმცა ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, გვაძლევდა წვიმას, აიხლა ლაპარაკი ამაზე. ნახეთ, გვაძლევდა წვიმას ზეციდან და ნაყოფიერ დღეებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს. ხედავთ? აი ამას ეწოდება, ესე იგი ყველა ადამიანზე მოყავს ღმერთს წვიმა და ყველა ადამიანს აძლევს საზრდოთი. ყველა ადამიანებს უქვსებს გულებს და ამას უწოდებთ საერთო ზოგად მადლს. წვიმა მოდის მართალთა და უსამართლოთა თავზე. ასევე პირველ ტიმოთეს წერილის მე-4 თავში მე-10 მუხლში ნათქვამია, ღმერთი ყველა ადამიანის მხსნელია. ნახეთ, ღმერთი ყველა ადამიანის მხსნელია, განსაკუთრებით კი მორწმუნეთა. ახლა რას ნიშნავს ეს საერთო მადლი? პირველი, არსებობს მისი დროებითი ასპექტი. ის სინამდვილეში ყველაფერი დროებითია, მაგრამ მოდით ერთი წუთით ასე გავყოთ. არსებობს
პირველი დროებითი ასპექტი ეს არის მიწიერი კურთხევა. რატომღაც ქრისტეს გამოსყიდვით ღვთის რისხვა შემსუბუქდა ისე, რომ მან ცხოვრებით ტკბობის საშუალება მიცა არაგანახლებად ადამიანებსაც კი. ესე იგი, ურწმუნო ადამიანებიც მთელ მსოფლიოში იღებენ ამ კურთხევას. გასაგებია, მათ შეუძლიათ სიცილი, ღიმილი, სიცოცხლის, შექმნის, სიყვარულის, ბავშვების გაჩენის და ყველაფერი ამ სიმდიდრით დატკბობა. არის მეორე, საერთო მადლი დროებით ვლინდება იმით, რომ ღმერთი არ კლავს ადამიანებს. ისინი ხო იმსახურებენ ადამიანები ძალიან ბევრი სიკვდილს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ფაქტი, რომ ცოდვილი ადამიანი კიდევ ერთხელ ამოისუნთქავს, ან ჩაისუნთქავს, ეს დიდი მადლია ღმერთისგან. იმიტომ რომ ის იმ თავითვე სიკვდილს იმსახურებს. ასე რომ რატომღაც გამოსყიდვაში არსებობს საერთო მადლიც კი, რომელიც შეიძლება არაგანახლებადი ურწმუნო ადამიანებისათვის იყოს მოცემული. და საერთო მადლი გამოიხატება ადამიანის სიცოცხლის კურთხევებში და თავად ადამიანის ცხოვრებაში. მაგრამ არის კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც მთელ ამ ამბავს საიდუმლოს ძენს და ეს არის შემდეგი. თუ ადამიანი ჯოჯოხეთში მიდის, ის ჯოჯოხეთში არ მიდის იმიტომ, რომ ქრისტე არ მომკვდარა მისთვის. არა, ის ჯოჯოხეთში მიდის იმიტომ, რომ მან თავად უარყო იესო ქრისტე და სასიკვდილო განაჩენი თვითონ გამოუტანა საკუთარ თავს, სიკვდილი. რა, განა ეს სიმართლეს არ შეესაბამება? სწორედ ეს ხსნის ამ ყველაფრის ჩემთვის გაუგებარს. მე კარგად ვიყავი, სანამ ამ გაცხადებას გავაკეთებდი, არა? ეხლა უკვე პარადოქსი შემოდის. მაგრამ ეს სიმართლეა. ჩვენ ამას ვერ გავიგებთ. თელამ გამოსყიდულ საქმეში არის ორი ელემენტი, რომლებიც ადამიანებს ცოდვის დამნაშავებად აქცევს, რადგან ისინი არ იღებენ იესო ქრისტეს. ან პირიქით იღებენ იესო ქრისტეს და გადარჩებიან. იესომ უბრალოდ თქვა, თქვენ მოკვდებით თქვენ ცოდვებში, რადგან არ იწამეთ ჩემი, ან არ გწამთ ჩემი. მაგრამ ჩვენ ასევე გვეუბნება ღმერთი, რომ წავიდეთ მთელ მსოფლიოში და უქადაგოთ სახარება ყველა რჩეულს. ასე არ არის ყველა ქმნილებას. ჩვენ ყველას უნდა უქადაგოთ, მაგრამ ბუნებრივია ის რჩეული ადამიანები მიიღებენ და გადარჩებიან. ასე რომ გამოსყიდვა, რა თქმა უნდა, ღვთის მიზნების და მის გეგმაში თავისი ეფექტურობით თავიდანვე იყო დაგეგმილი და შემოიფარგლებოდა მხოლოდ რჩეულებით. და მაინც მასში იყო რაღაც, რაც აკმაყოფილდა ღვთის სამართლიანობას, რათა მას შეძლებოდა ყოფილიყო მოწყალე ყველა ცოდვილის მიმართ. და არის კიდევ ერთი კომპონენტი გამოსყიდვის ამ გეგმაში, რომელიც ცოდვილებს დამნაშავებად აქცევს, იმის გამო, რომ მათ უარყვეს ღმერთი. და ამიტომაც არიან ისინი დაწყევლილი და განწირულები. ახლა თუ თქვენ გაიგებთ ყველა ამ კომპონენტს, თუ შეესაბამებით, თუ აღიარებთ, თქვენ უბრალოდ მათ ტოვებთ იქ, როგორც ესენი მოწესრიგებულია. მაგრამ თუ ერთს უარყოფთ ან მეორეს, თქვენ პრობლემაში აღმოჩნდებით. ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ ღმერთს საშუალება, რომ მან თავად გადაჭრას ეს ყველაფერი თავისი სულყოფილი სიბრძნით და ჩვენი ადამიანური გონებით არ შევეცადოთ ამ ყველაფრის ახსნას და დაალაგებას. გასაგებია, ძალიან კარგი კითხვა, მადლობა კითხვისათვის.